სპორტის რეზორტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტის სახეობა და გასართობის საშუალება. დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება საერთოდ თევზაობის სეზონის გახსნას. ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი ხშირი დამსვენებლები, ადამიანები, რომლებსაც უყვართ თევზაობა სამოყვარულო დონეზე და დღევანდელი შეჯიბრი იქნება ორ კატეგორიაში. მამაკაცები, რომლებიც ყველაზე მეტი თევზის დაჭერას მოახერხებენ და ქალბატონები, რომლებიც ყველაზე გემრიელ კერძებს მოამზადებენ. ჯერჯერობით გამარჯვებულები არ გამოვლინებულან. ველოდებით ვინ დაიჭერს ყველაზე დიდ და ყველაზე მეტ თევზს და არ ვიცი, მე ყველას უსურვებ წარმატებას. თევზაობა ისეთი რიტუალია გამოსვლის ბუნება. თევზაობაში არ არის მთავარი შედეგი, მთავარი არის ყოველ შემთხვევაში ჩემთვის პროცესი და დღევანდელი შეჯიბრიც აი დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცა ადგილს საპრიზოს მოვიპოვებთ. ნახოთ, ფორტუნის ამბავია ყველაფერი. მგონი ლაპარაკი ზედმეტია რომ არაჩვეულებრივი ბუნება და თან კომფორტული სივრცეა. ძალიან მომწონს აქ და მინდა რომ ყველა მოახერხოს და ეს არაჩვეულებრივი ადგილი აუცილებლად მოინახულოს. მომამზადე კალმახი და კალმახში შიგნით იყო სხვადასხვა ბოსტნეული, ოღონდ გიორგის გარეშე მე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი და მადლობა გიორგის. ძალიან საინტერესოდ აკეთებდნენ სხვა მზარეულები, სხვა კონკურენტები და ძალიან გამეხარდა მოგება და კიდევ ერთხელ ჩამოვიდა და დავისვენე.